პოლიტიკის ერთ-ერთი დიდი სიკეთე არის, ხო ვიღაცები გლანძღავენ ოპონენტები, უკხავს გლანძღავენ, გაგინებენ, მაგრამ ქუჩაში რომ მიდიხარ ბებო, ახალგაზრდა, ჩაგეხუტება, გეტყვის რომ ჩემი იმედი ხარ, აი მაგაზე რა გვემართება, იცით პოლიტიკოსებს, რომ სუპერმენი ხდები ეგრევე. ისეთ ბედნიერებას განიჭებს და რა უნდა მაგის გაკეთებას, რომ ერთ საღამოს იგივე 1 საათი იმ ადამიანთან, რომელმაც რისკი გაწია, ოპოზიციაში ხარ, მოსასმენად გამოვიდა, უკვე რა მაგარი ამბავია, 1 საათით გამოხვიდე და იგივე ადამიანებს შეხვდე. როცა იქნება, ან მაგ პრეცედენტს ჩვენ დავდებ. თამარს არ გაგაცნობთ, ეხლა თქვენ უკეთესად იცნობთ და იცით. მეორე ნაწილი რო აპირებს წასვლას, იმ ხალხსაც ჭირდება. მე ვიცი, ხალხი ის დარწმუნებულია, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე. ქუჩაში რო დავდივარ, ძირთადად ეს ადამიანები მხვდებიან და იმათაც ჭირდებათ არჩევანი, რომ მარტო 41-ის იმედად არ დატოვო იქ ბიულეტენთან. ტიტუშკები, მოძალადეები, ნარკომანები, რა ვიცი, უნდა დაუპირისპირდეთ ხალხი, გვიპირისპირება. როდის შევშინდი? პასუხობთ, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, 4 ოქტომბერს საღამოს ისევ ერთად უნდა დავდგეთ. მე მგონია რომ ისინი ცდებიან. დადგებით, მაგრამ აი იქიდან როგორ იქნება მიღება, მე ამას იქნება. მეორე ნაწილია, რომელიც უფრო მეტად ენთება იმაზე, რომ პენსია დაბალი, სიღარიბეა, გზა არ გაუკეთეს, სოციალური შემწეობა დაბალია და ამ შემდეგ. ამიტომ სისტემიდან მოდი. კი და ამიტომ ორივე ფლანგს უნდა ველაპარაკოთ.